გამარჯობა და მე კლავ და გიბრუნდით სიახლეებით. UFC სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს პიოტր იანს მერაბ დვალიშვილთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს. იანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მანქანის დამარცხება შეუძლია და დარწმუნებულია, რომ მეორე ჩხუბი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. თუ მეორე ჩხუბს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები, 100%-ით განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება. პირველ დაპირისპირებაში საკუთარი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენე. ეს არგუმენტირებული ფაქტია. იმედი ვიქონიოთ, რომ მერაბთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ. დვალიშვილის დამარცხება შესაძლებელია. მერაბი თავის საქმეს კარგად აკეთებს და ძლიერ მხარეებს ეფექტურად იყენებს. თუმცა რატომ არ შეიძლება მისი დამარცხება? ჩემი აზრით შემიძლია რომ მოვუგო. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება 2023 წლის მარტში გაიმართა და მანქანამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მერაბმა ყველა რაუნდი წაიღო და იანს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. როგორც ჩანს, დვალიშვილის მიერ დამარცხებული მებრძოლები არ ნებდებიან და ყველას რევანში სურს ქართულ ჩემპიონთან. დაწერეთ კომენტარებში, აქვს თუ არა რაიმე შანსები პიოტր იანს მერაბ დვალიშვილთან. ხუჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ოლეგ შატოვმა ქართულ ფეხბურთელზე ისაუბრა. შატოვი და კვარაცხელია ერთად რუბინში ასპარეზობდნენ. 34 წლის შემტევმა კვარა შეაქო, თუმცა ისიც აღნიშნა, რაც მის თამაში აღიზიანებდა. კვარაცხელიას გიჟური ინდივიდუალური ხარისხი აშკარა იყო. დიახ, ხუჩა 2-3 მოთამაშეს მარტივად ატყუებდა. თუმცა ზოგჯერ მაღიზიანებდა, რომ გუნდზე არ თამაშობდა. მის გამო დაცვაში სირბილი მიწევდა და ასე შემდეგ. ფეხბურთში ყველაზე რთული მაღალ სისწრაფეზე დრიბლინგია. კვარაცხელიას კი ეს მშვენივრად გამოსდის. მომხიბლა იმ ფაქტმაც, რომ ასეთი დონის მოთამაშეს ფეხბურთი ძალიან უყვარდა. როდესაც მოედნიდან გავდიოდით, ის რჩებოდა და ყოველთვის რაღაცას აკეთებდა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რუბინში 2019-2022 წლებში თამაშობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი დინამო ბათუმში დაბრუნდა, საიდანაც ნაპოლის მიაშურა. კვარაცხელიას იდეალური სეზონი ჰქონდა, მან ერთდროულად იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო. ასევე საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა და ყველგან შეუცვლელი უმნიშვნელოვანესი პაზლი იყო. თუმცა მის გულშემატკივრებს რა თქმა უნდა გსურს, რომ მეტ გოლს იტანდეს და დავტყვეთ ჰაილაითებით. იმედია შემდეგ სეზონში ლამაზი მომენტებით გაგვანებივრებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რამდენ გოლს გაიტანს კვარაცხელია შემდეგ სეზონში. UFC-ს ლეგენდარული მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი The Hustle Show-ს პოდკასტის სტუმარი იყო. არწევმა ბევრ თემაზე ისაუბრა და ილია თოფურიასა და ჯეკ დელა მანდელაზეც გააკეთა კომენტარი. ვფიქრობ, ჯეკ დელა მანდელა ისლამ მახაჩევის კარიერაში ურთულესი მეტოქეა. დელა მანდელა ფიზიკურად თოფურიაზე ორჯერ დიდია, უფრო მაღალია, ძლიერი ფეხებით გამოირჩევა და ილიაზე ცუდი კრივი ნამდვილად არ აქვს. ისლამს თოფურიასთან ან დელა მანდელასთან ჩხუბისთვის რომ ვამზადებდე, დელა მანდელაზე უფრო ვინერვიულებდი. სხვათა შორის ნურმაგომედოვს თოფურიასა და კონორ მაგრეგოვზეც კითხეს. არწივმა აღნიშნა, რომ ილია ირლანდიელი მებრძოლის გზას არასდროს გაუყვება, რადგან კარგი ბიჭია. ხაბიბის თქმით, თოფურიასა და მახაჩევის პოტენციური ჩხუბი მისი და კონორის დაპირისპირებასთან ახლოს ვერ მივა, რადგან ეს ორთაბრძოლა სპორტის ფარგლებს არ გასცდება. ცნობისთვის მახაჩევისა და დელა მანდელას ჩხუბი დაანონსებულია და ისლამი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება. ფაბრისიო რომანოს ცნობით სპორტინგისა და არსენალის შორის ვიქტორ გიოკიერეშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე შედგა. ლისაბონური კლუბი შვედის სანაცვლოდ 63.5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით. მოლაპარაკება ჩიხში შესული იყო, თუმცა ფეხბურთელის აგენტი მისთვის მისაღები საკომისიო თანხის შემცირებას დათანხმდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა. გიოკიერეშმა არსენალის გარდა ყველა წინადადება დაბლოკა. მას იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი იწვევდნენ, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი მიკელ არტეტას გუნდში გადასვლა იყო. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით გიოკიერეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა. ეს არის სიგიჟე სტატისტიკა. ყველა ტურნირზე შედეგიანი იყო, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა პორტუგალიის ჩემპიონატში დააფიქსირა. 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე სამოაგე ჰოვა და ვანგელის ჰავლადისი გავიდნენ. მათ გიოკიერეშმა 20 გოლით გაასწრო. მარკუს რეშფორდმა ბარსელონასთან ერთწლიან იჯარით შეთანხმებას მიაღწია და ჰანსი ფლიკის გუნდს შეუერთდა. კატალონიელებს 2026 წელს მისი 30 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ. რეშფორდის მანჩესტერიდან წასვლაზე ისაუბრა რიო ფერდინანდმა, რომელმაც იუნაიტედის ქმედებებს კითხვის ნიშნები დაუსვა
და აღნიშნა, რომ მარკუსმა ბარსელონაში მისი თამაშით ყველაფერი უნდა გადაატრიალოს. რატომ უნდა დატოვოს კლუბი აკადემიის აღზრდილმა? რა მოხდა იმ მოთამაშესთან, რომელიც აკადემიიდან მოდის და ახლა კლუბიდან წასვლა უნდა? მე წლებია ვიცნობ რეშფორდს, ვიცი რამდენს შრომობდა. ალბათ არსებობს რამე ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. ცუდი ფორმა? დაკარგული თავდაჯერებულობა თუ პრობლემა კლუბის შიგნით, ხელმძღვანელობაშია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რეშფორდს თამაშის სურვილი დაეკარგა, მაგრამ კითხვები ნამდვილად ჩნდება. რა უნდა გააკეთოს მარკუსმა ბარსელონაში, რომ კარიერა თავიდან დაიწყოს? რეშფორდმა უნდა შემოიტანოს რაღაც ახალი, იმაზე განსხვავებული, რასაც ამჟამინდელი ბარსელონას შემტევები აკეთებენ. ის უნდა შედიოდეს ზონებში ბურთის გარეშე, უწყვეტად ქმნიდეს საფრთხე ზურგს უკან, აიძულოს მოწინააღმდეგე, რომ უკან დაიხიოს, როცა ის მოედანზეა. უნდა დაარტყას, მას ხომ ფანტასტიკური დარტყმა აქვს მარჯვენა ფეხით, უნდა ირბინოს და დაარტყას. არ გახდეს მორიგი ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს ზედმეტად ართულებს და დრიბლინგში იხლართება. და რა თქმა უნდა, თუ რეშფორდი ამ ყველაფერს მოახერხებს, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება. ტოროგოლის ინფორმაციით, საბა საზონოვმა მარჯვენა ფეხზე მენისკის ტრავმა მოირჩინა და ტორინოში სამედიცინო შემოწმება გაიარა. გასული სეზონის შემდეგ ტორინოდან პაოლო ვანოლი წავიდა, რომელიც მარკო ბარონიმ შეცვალა. საბა ახალი სეზონისთვის მზადებას ბარონის ხელმძღვანელობით დაიწყებს და პროცესში გაირკვევა ტურინულ კლუბში დარჩება თუ კვლავ გაანათხოვრებენ. საზონოვმა ტრავმა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე საფრანგეთის წინააღმდეგ მიიღო. ტუტოსპორტის ცნობით, ბუნდესლიგა 2-ის კაიზერსლაუტენს საბა საზონოვის დამატება სურდა და ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში იყო. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ გერმანულმა კლუბმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და ტრანსფერი ჩაიშალა. საბა ზენიტის აღზრდილია. 2023 წლის ზაფხულში მოსკოვის დინამოდან ტორინოში გადავიდა, თუმცა ტურინულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რის გამოც ემპოლიში გაანათხოვრეს. 23 წლის ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ის და გამოიწერეთ არხი. მე კი მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით. აბა მომავალ შეხვედრამდე და წარმატებები.